ამ სტუდიაში უნდა დავაპატიჟოთ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ სახელოვნებო განათლების სფეროს შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებულია და განხილვა მიმდინარეობს მისი, თუმცა ამასთან მაინც უნდა დავიწყოთ პირველ რიგში პოლიტიკური თემებით. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. საღამომშვიდობისა, რა თქმა უნდა, კულტურის სფერო არის ჩვენს ინტერესებში, მაგრამ მოდით აი ეს ეხლა რაც ხდება, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე თქვენი შეფასება გვაინტერესებს, ესე იგი, ოპოზიცია ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც არაერთი დამოუკიდებელი მოთამაშე, არაერთი პარტია და მათი ნაწილი ემიჯნება ნაციონალურ მოძრაობას, აკრიტიკებს კიდეც ძველ დანაშაულს. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ წლებია უკვე ვაკვირდებით ამ პროცესებს, გადაადგილებებს, პარტიულ ასეთ მიმოსვლას, ასე ვთქვათ. ნუ ჯამი არის 2-2 მივმართოთ, ყოველთვის 4-ია და 6 და 7 ვერასოდეს ვერ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ მცდელობა, ასე ვთქვათ, რაღაც იმიტაციის შეცვლის. მაგრამ რეალურად უბრალოდ პოლიტიკური პარტიები, აი რომელსაც თქვენ ახლა ბრძანებთ, ესენი არიან პოლიტიკური იდეებისგან დაცლილები. ამათ ანალიზი, რატომ ვერ ახერხებენ ამდენი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად მიიღონ რაიმე, ასე ვთქვათ, რეზულტატი არის სწორედ ეს, იმიტომ რომ მათ არ აერთიანებთ ქვეყნის განვითარების იდეები, მათ არ აქვთ ეს იდეებისგან დაცლილები. თუმცა ცდილობენ ეს ადამიანები, რომ ყველაფერი წარმოაჩინონ, რომ აი მათ შორის სახელოვნებო სფეროშიც, ხო, სახელმწიფო პოლიტიკა რაც არის, ამასთან მიმართებით ამბობენ, რომ ეს არის რეპრესიული პოლიტიკა, ხშირად ახსენებენ 27 წელს და ასე შემდეგ, რომ კულტურის სფერო კვდება მათ შორის. აი ამ მიმართულებით რა ეს არის სპეკულაციები, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, რას ქვია, კულტურის სფერო არავითარ შემთხვევაში არ კვდება, ეს ჯერ ესეთი არის ძალიან თვითმყოფადი ქართული კულტურა. რომ ხელისუფლებას მაგალითად უნდა რომ ცენზურა იყოს დაწესებული თავისუფალ აზრზე, მათ შორის განსაკუთრებით ხელოვანებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მე ამას არ ვეთანხმები და მე არ ვთვლი ასე და მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ უნდა ბევრი რეფორმა გატარდეს, მაგალითად სახელოვნებო განათლების რეფორმაზე ვისაუბრებთ ჩვენ და ასე შემდეგ, უნდა გატარდეს, რა თქმა უნდა, რეფორმები და გვინდა რომ უკეთესი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯერ ეს სტრუქტურა სხვანაირად არის გააზრებული, ბევრი რამ გაკეთდა ისეთი, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ეს არ არის სწორი, ეს არის სპეკულაციები, ეს აუცილებლად არის ზეწოლა, იმიტომ რომ წარმოაჩინონ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის ის, რაც უნდა იყოს და ამ დროს ქართული ოცნება სწორედ არის იმისთვის მომართული, ასე ვთქვა და შექმნილი, რომ საზოგადოებისთვის მოიტანოს პირველ რიგში სარგებელი და ამის ბევრი მაგალითები გვაქვს, ახლა თუ შევყვებით, შეგვიძლია განვიხილოთ. აი კულტურის საპარლამენტო კომიტეტი არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთ-ერთი არის კანონპროექტი სწორედ სახელოვნებო განათლების შესახებ. ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ გაიმართა უკვე მისი განხილვაც, დასკვნითი მასშტაბური შეხვედრა, მაგრამ აი ახლა მოკლედ თუ შეგიძლიათ თავარ პრინციპებზე გვესაუბროთ, რას ეყრდნობა ეს დოკუმენტი? დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიქმნას, კანონპროექტი, რომელიც უნდა მალე შემოვიდეს პარლამენტში, ეყრდნობა იმას, რომ ჩვენ 2007 წელს, როდესაც საქართველოში მოხდა, მაშინ მე აქ არ ცხოვრობდი, მაგრამ შემდეგ უკვე რაღაცა წლების შემდეგ უკვე მივხვდით რა საშინელება დაემართა ახალგაზრდებს და სახელოვნებო სკოლები მოეხსნა სტატუსი და მასწავლებლები აღმოჩნეს სტატუსის გარეშე. ეს პროცესი 2007 წლიდან მიდის, ინგრევა, რა თქმა უნდა, და უკვე 2012 წლიდან, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, იმ დღიდან არის მცდელობა, რომ რამენაირად ეს სფერო გამოვასწოროთ. მაგრამ ეს იმდენად რთული პროცესია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დიდი, ასე ვთქვათ, გულისხმევისა ეს ყველაფერი მაინც მალე გამოსწორდება და ახალ სისტემას შევქმნით, ამიტომაც საჭიროა ახლა უკვე რეფორმები. გუშინ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან დიდი ღია პანელი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო იყო ეს კონსერვატორის კედლებში ყოფილიყო. მანამდე ამას უძღოდა, ასე ვთქვათ, რეგიონალური დიდი შეხვედრები და განვიხილეთ ყველა რეგიონში რა წუხილებია და რა აწუხებს ხალხს. იკვეთება ბევრი რამ, მაგრამ იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არის მასწავლებლების სტატუსი, არის ხელფასები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა. ნუ რა თქმა უნდა, ეს რთული თემებია, ეს განვითარების უნდა განვითარდეს ჩვენი ახალგაზრდები, კულტურა და ისაც მთლიანობაში, ასე ვთქვათ, რეფორმა უნდა გაკეთდეს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ აუცილებლად. მე ვარ დარწმუნებული, რომ კულტურის სამინისტრო ძალიან მალე უკვე საკანონმდებლო რეფორმის ინიციატივას მალე შემოიტანს და ჩვენ დავიწყებთ განხილვებს და უკვე იმპლემენტაცია უკვე არის მეორე ეტაპი, ამაზე შემდეგ
ვისაუბროთ თქვენს ვიზიტზე არაბეთში, სადაც მიწვეული ყავით მსოფლიო მმართველობის სამიტზე, სადაც არაერთი ცნობილი მსოფლიოს ცნობილი სახე არის ხოლმე მიწვეული. მოდით მოგვიყევით ამ ვიზიტის დეტალებიც საინტერესო იქნება დარწმუნებულად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ეს სამიტი იმართება უკვე მე-11 და ამ სამიტზე იყო ჩასული ისეთი ადამიანები სხვადასხვა დროს, როგორც არის ილონ მასკი, ბარაკ ობამა, ეხლა წელს იყო მაგალითად ერდოგანი და ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ მსოფლიო, ასე ვთქვათ, მართვის და ჩვენგან შარშანი იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, წელს მე მივიღე ეს მოწვევა და მქონდა ძალიან საინტერესო პანელი, მაგალითად, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რას ემსახურება ეს მთლიანად სამიტი, ემსახურება განვითარების თემებს, ინოვაციებს, საზოგადოების განვითარებას და ასევე სამთავრობო განვითარებას. როგორ შეიძლება მთავრობამ, სამთავრობო, ასე ვთქვათ, რგოლმა, როგორ უნდა ითანამშრომლოს, მაგალითად, კერძო სექტორთან, რა სიკეთეები შეიძლება მოუტანოს სხვადასხვა ხედვებმა, ინოვაციებმა და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან საინტერესო, ჩემთვის დიდი გამოცდილება. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება სამომავლო მუშაობის. ძალიან დიდი გამოცდილება, დიახ, იმიტომ რომ აქ უკვე ხვდები თუ როგორ შეიძლება მაგალითად პარლამენტის ტრიბუნიდან, პლატფორმიდან გაუმჯობესო ისეთი, ასე ვთქვათ, კოორდინაცია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი უფრო მაღალ ხარისხში აიყვანო და რა შეიძლება პოტენციალური, ასე ვთქვათ, განვითარების დიდი შესაძლებლობები განიხილო. ეს არის გამოცდილება, ეს არის ახალი ადამიანების გაცნობა, იქ უამრავი ძალიან საინტერესო შემოთავაზებები მქონდა და მე ვფიქრობ, რომ ამ სამიტს აქვს მართლა მსოფლიო მნიშვნელობა. არის კიდევ ერთი საკითხი, უფრო ვიტყოდი პრეტენზიები თქვენი ოპონენტების მხრიდან და საინტერესო იქნება თქვენი შეფასება. ხშირად ამბობენ ოპოზიციაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არის მიუღებლობა განსხვავებული პოლიტიკური აზრის, რომ თითქოს აი ბიუროკრატიას დასაქმებულ თანამშრომლებს რაღაცა თხელი ეშლებათ იმის გამო თუ ისინი არ არიან დაუშვათ მართველი პარტიის მომხრეები და რაღაც სხვადასხვა იდეების მომხრეები ხო და მათ არ ეძლევათ ამათ შესაძლებლობების გატანაუჭებთ ამ ადამიანებს. იცით რა, ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობ და განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ სხვადასხვა პოლუსზე მყოფი ადამიანებიც კი უნდა დასხდნენ ერთად და ქვეყნის ინტერესებში შეეძლოთ საუბარი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ნუ ამის საშუალება უნდა იყოს, არ შეიძლება ასე მიუღებლობა, ყველაფერი განსხვავებული. ეს არ არის ნორმალური და ეს მე მგონი მოითხოვს ნამდვილად განვითარების, ნუ ეტაპი უნდა გაიაროს ალბათ საზოგადოება. იგივე კარგი ესეთი ადამიანი ბევრი არ არის, მაგრამ ნუ არიან, მაგალითად ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს მაგალითად მოგვისმინეთ, აბა დაგვიჯექით, მე ყველას აბსოლუტურად ყველას ვცემთ პატივს და კულტურის კომიტეტში განცხადებები, რომელიც შემოდის, ყოველთვის ვიხილავთ ამას ყველაფერს. ამას წინათ მაგალითად ვინმე სავანელმა გამოვიდა TV პირველზე და თქვა, რომ აი ელისო ბოლქვაძესთანო და კომიტეტში საერთოდ ვერასოდეს ვერ მივედითო. ტყუილი და ტყუილი, იმიტომ რომ 2 საათი ვეჯექი და ვიხილავდით, როგორ უნდა განვავითაროთ სახელმწიფო მაგალითად განათლება, როგორ შეიძლება მას ახალი იდეები ქონდეს და ასე შემდეგ. და ვთხოვე, რომ დაწერეთ ეს ყველაფერი და მომიტანეთ, იმიტომ რომ ძალიან ქაოტური აზრები ქონდა და ჩამოაყალიბეთ თქო. ნუ მან გადაწყვიტა, რომ მე ის არ მივიღე და აი ესე ჩამოაყალიბა, ამიტომ ეს ტყუილია. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იყო ჩვენი სტუმარი. ვიმშვიდობებით.